გიორგი ტუმასიანი თვლის სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც ასევე კრიტიკული შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა, რომ რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ის, რასაც მანამდე საუბრობდნენ, დიქტატურის გამყარებას ცდილობს ახლა ქართული ოცნება და სწორედ ასე საზოგადოებრივი კრიტიკული აზრის ჩახშობით ცდილობს თავისი სასურველს მიაღწიოს. გარდა ამისა, დღეს სასამართლო პროცესები იქნება ჟურნალისტების, მათ შორის TV პირველის წამყვანების, რომლებთა ნაწილის პროცესი გუშინ იყო, თუმცა ისინი დღეს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან. მე მიჩვრის მარიამ ლაშხი და კონკრეტულად ნედავება იმას, რომ სიტყვებით თანამედროვე ბოლშევიკი და სამშობლოს მოღალატე მას შეურაცხყოფა მივაყენა, თუმცა ეს პოლიტიკური შეფასებაა და ამით პრაქტიკულად ცენზურის დაკანონება უნდა საქართველოში. ეს მცდელობა არის შეაშინოთ ყველაზე, ასე ვთქვათ, აქტიური ნაწილი ჩვენი საზოგადოების იმისთვის, რომ დანარჩენებმა სოციალურ მედიაში თვით ცენზურა მოახდინონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმუშავებს, არავის არ შეეშინდება.